Ichikoshi! Davida, ბავშვებო. Davida! 29 მარტს სოხუმის დრამატული თეატრის სცენა განსაკუთრებულ პრემიერას უმასპინძლებს. ინტეგრირებული დასი აზდაკის ბაღი წარმოადგენს რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილის საავტორო დადგმას „მადლობა მიყვარხარ მაპატიე“, რომელიც ადამიანური ურთიერთობების უმთავრეს სათქმელს სცენის ენით აცოცხლებს. გადადექია, შეძლებთ, შეძლებთ და აი აქ თქვენ გამოყვანთ და გადავაგდებით უკვე. უკვე 10 წელზე მეტი აზდაკის ბაღი საქართველოში პირველი სივრცეა, სადაც შესაძლებლობები უსასყროა. ეს არ არის მხოლოდ თეატრი. ეს არის ადგილი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საკუთარ სამყაროსა და როლს პოულობენ. რეჟისორის ჩანაფიქრით სპექტაკლი იმ უხილავ ხიდებს აგებს, რომლებიც საზოგადოებასა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხელოვანებს ერთმანეთთან აკავშირებს. წინა საპრემიერო აჟიოტაჟი გვაქვს ერთი სიტყვით, დღეს გადმოვედით სცენაზე და რაღაც ლაგდებით და დალაგების პროცესში ვართ, მოკლედ ცოტა ნერვიულობთ, განვიცდით ყველა 29-ში პრემიერაა, ჟანრი განსხვავებულია ჩვენთვის, არ ვიცი, რიგით მე რამდენი პრემიერაა, ნამდვილად არ ვიცი, მე 11 წელია უკვე ეს თეატრი არსებობს და მიდის და ჟანრი იქნება განსხვავებული, დრამა, ფენტეზი, კომედია, ესეთი რაღაც ინტეგრირებულია, როგორც ჩვენი თეატრი, ველოდებით მაყურებელს და მაყურებლიდან მე რა მოლოდინები მაქვს, ცოტა ძნელია ეხლა, რა თქმა უნდა, მე ყველაფერს კარგს ველოდები, თუმცა მე მაყურებლიდან და რეაქციებიდან გამომდინარე, ალბათ მე მივიღებ და მე უკეთ შემეძლება ამ ყველაფერზე საუბარი. სცენაზე ერთმანეთს 14 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსახიობის გულწრფელობა და პროფესიონალური არტისტების ოსტატობა ერწყმის. სპექტაკლში მონაწილეობენ მოწვეული მსახიობები რუსთაველის, ასევე მუსიკისა და დრამის თეატრებიდან. 29-ში მოსულ მაყურებელს თავაზობთ კიდე ერთ სპექტაკლს. კიდე ერთ სპექტაკლს იმ შემადგენლობით, რომელიც სადღაც ამაგალითო არა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. და უსურვებ, რომ არ დამთავრდეს ესეთი სამაგალითოობა მათი. ეს არის სპექტაკლი, რომელიც ალბათ ბევრი ვინატრებდით, რომ იმ განზომილებაში მოვხდეთ, სადაც ამ სპექტაკლში პატარა ექსპერიმენტის სახით ხვდებით იმ სამყაროში, სადაც არის სიყვარული, ნდობა და ეს ყველაფერი არის ნამდვილი, არ არის ტყუილები. ქვეყანა, იმიტომ რომ თითოეული ტყუილი ქვეყანას დაანგრევს, აი იქიდან გამომდინარე, როგორც არის ამ სამყაროში, სადაც ხვდებით. მე მომწონს ჩემი როლი. მე ვახასიათებ როგორც შეფი, როგორც გიგო. გიგოს როლში ვარ, ან შეფის როლში ვარ და ასე შემდეგ. ჩემი როლი ამ ახალ სპექტაკლში მე ვთამაშობ დედამიწებს, ანუ ოთხ პლანეტებს. უფრო დიდი საინტერესო თემა, რომ ეს ამ სპექტაკლის სახელწოდება არის ჩემი ყველაზე გამორჩეული ფრაზა „მადლობა მიყვარხარ მაპატიე“. ეს სპექტაკლი ჩემთვის აი ბავშვობას მაგონებს თითქოს. აზდაკის ბაღის წევრებისთვის ეს დადგმა სცენაზე გაცოცხლებული იმედია. როგორც დასში ამბობენ, ეს არის შეხსენება იმისა, რომ ხელოვნებაში საზღვრები არ არსებობს და ყველაზე რთული სათქმელიც კი სწორედ ამ სამი მარტივი სიტყვით იწყება. მადლობა მიყვარხარ მაპატიე.